მოგესალმებით ისევ და ისევ პეკინიდან. ეხლა მე ვიმყოფები მორიგ საოცარ ადგილას. ეს არის ხუანჟოუ, ერთ-ერთი რაიონი პეკინიდან დაახლოებით 9 საათის სავალზე და იანციხუ ქვია ამ დასასვენებელ ადგილს. ეს არის კოშკი და გაჩვენებთ რამხელა კოშკი. აქვე არის იანციხუს პარკი, ასევე ტბა. და იანციხუ ითარგმნება ქართულად როგორც ჩიტების დასასვენებელი ადგილი. საოცარი ადგილია, ჰექტრობით ტერიტორია, რომელსაც ახლა შემოგვატარებენ და დავათვალიერებთ და ერთად გავიცნოთ ეს მორიგი საოცრება. დროებით. აი სწორედ ეს არის იანცის კოშკი, ჩინურად ქვია იანცი, ძალიან მაღალია და ცდილობ ახლა გადავიღო. კარგად არ ჩანს. აქვე მდებარეობს ტბა, რომელსაც შემოგვატარებენ ახლა და გვანახებენ. და იანცი, როგორც ამიხსნეს, ნიშნავს ჩიტების დასასვენებელ, მოსასვენებელ ადგილს და როგორც ჩანს, აქ გადაფრენით ფრინველები ისვენებენ ამ კოშკურასთან. სასწაულის სილამაზეა, არაჩვეულებრივი სიმწვანეა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ გარეთ ვარ და სოფლად ითვლება ეს ადგილი. აი ტბასთანაც მივედი, იანცის ტბასაც მივუახლოვდი. ყველა ბუჩქი, ყველა ბალახი მთელ პერიმეტრზე მთლიანად ერთ სიმაღლეზეა გაკრეჭილი და რომ მოვდიოდი პერიმეტრს ვათვალიერებდი, მუშაობენ, ფუსფუსებენ და ამ საოცარი შრომის შედეგია ის ყველაფერი, რასაც ახლა მე აქ ვხედავ. აი. ამოვედით ამ კოშკზე, სასწაული ხედები, აი ნახეთ, ეს არის ტბა, რომელიც გითხარით ამ ტბას ქვია იანცი, სასწაული ადგილია. სიტყვებით არ შეიძლება ამ ყველაფრის ახსნა, რასაც ახლა აქ ვხედავ. და როგორც აგვიხსნეს, ამ კოშკის შემოსასვლელში არის წარწერა, რამდენიმე სიტყვა წერია, ჰარმონია, გაზაფხული, პეიზაჟი და სინათლე. და თვითონ პრეზიდენტ სინძიპინის მიერ არის ეს სიტყვები დაწერილი და ის არის ცნობილი მწერლის სიტყვები. ეს შენობა, რომელიც შორს მოჩანს, მრგვალი შუში შენობა, ეს არის სასტუმრო კემპინსკი. და როგორც ახლა ახსნეს, ეს მზის ფორმის სასტუმროა და მზესთან შეგებებას ნიშნავს. ძალიან სილამაზე, არ ვიცი რომელი მხარე განახოთ და საით გავიხედო. ეხლა პარკის მეორე მხარეს გადმოვინაცვლე, რომ აქაც გადავიღო, აქ რა ხდება. ეხლა მე ვარ მე-10 სართულზე ამ კოშკის და სულ არის 70 მეტრი ეს კოშკი. ეხლა წრეზე მოძრაობ და პანორამა არის არაჩვეულებრივი. არის საერთაშორისო კონფერენციის ცენტრი, არის სასტუმროები, არის ოფის მოედნები და დასასვენებელი ადგილი, სრული საოცრება. შემიძლია თქვა, რომ ეს არის ქალაქი ქალაქში. წინ ეს მწვანე საფარი რაც ჩანს, ეს არის გოლფის სათამაშო მოედანი. ეხლა მე ახლოს მოვიდან კადრს რა გაჩვენეთ, აი კოშკი, რომელიც აქ ჩანს, ოქროს სამკუთხედი, ოქროს ფერი შეფერილი, ეს არის პრეზიდენტის რეზიდენცია, მისი კოშკი, მისი რეზიდენცია და როცა ის აქ ჩამოდის, სწორედ ამ რეზიდენციაში ისვენებს. აი ახლოს მოვიტანე, რაც ჩანს, აი ეს არის სამკუთხედი ოქროს ფერი სახურავით.
ხოლო ეს წინ, რაც ჩანს ახლა, აი ეს შენობა არის საერთაშორისო კონფერენციის ცენტრი, საკონფერენციო ცენტრი და ეს ტერიტორია სპეციალურად და ეს ლანდშაფტი და ეს ტერიტორია სპეციალურად შეარჩიეს საერთაშორისო კონფერენციებისთვის და შემდეგ გაიშალა ესე ლანდშაფტი სხვადასხვა პერიმეტრზე. ეხლა თქვენ გაჩვენებთ აი ჩემს თავს წინ, თავს მაღლა ის წარწერებია გამოსახული, რომელიც სწორედ პრეზიდენტ სინ ძინპინმა საკუთარი ხელით შეასრულა. აქ წერია გაზაფხული, აქ წერია ჰარმონია, აქ კი პეიზაჟი. ეს არის ცნობილი ჩინელი წერლის ცნობილი სიტყვები, რომელიც პრეზიდენტმა საკუთარი ხელით შეასრულა და კოშკშიც არის ეს წარწერები. ნახეთ რა სილამაზეა. თევზებიც დაცურავენ ტბაში. არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს. ულამაზესია ლოტოსი და თევზები. ფასადს გეტყვით, კოშკი, რომელზეც ვიყავი ასული, კოშკის დათვალიერება ღირს 100 იუენი და ასევე საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი, სადაც ახლა შევარ, მისი დათვალიერება ღირს 100 იუენი. ხა მივდივარ ფეხით საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში. და არაჩვეულებრივი ბუნებაა, სიმწვანე, არ ვიცი, ძალიან მოხიბლული ვარ. აი ეს ის სკვერია, რომელიც კოშკიდან ზემოდან გადავიღე, ხა ქვემოთ ჩამოვედი და მცენარეებსაც დაგათვალიერებინებთ. ლოტუსები ხა ყურში გვიხსნიან და თან თარგმნი. ჩინეთში ლოტუსების ძალიან პოპულარულია. აჰა. თან უსმენ, თან თარგმნი. აი ნახეთ რამდენი ლოტუსებია და რა სილამაზეა. ბუდიზმის სიმბოლო დაღიქმებაო აქ ლოტუსიო და ძალიან მარტივად იზრდება, ძალიან სილამაზეა. ჩემს უკან ახლა თქვენ ხედავთ საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრს, რომელიც 2011 წელს აშენდა და აქ იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმები, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები, იპეკის ღონისძიება, იპეკის კონფერენცია, ასევე ერთი მატარებელი, ერთი გზა პროექტის კონფერენციები და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფორუმები და კონფერენციები იმართება სწორედ აქ. და ჩემს მარცხნივ, ეხა აქედან არ ჩანს, ზემოდანაც დაგანახეთ, იქ არის სწორედ პრეზიდენტ სინ ძინპინის რეზიდენცია.